დრო იწურება. ორი მყიფე ცეცხლის შეწყვეტა თხელ ძაბზეა ჩამოკიდებული. აშაშიშუ გემზე ხრელს აჩენს და ირანულ ხომალდს იკავებს, მაშინ როცა ახალი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ახლოვდება. ლიბანს მხოლოდ 10 დღე აქვს, რომ ჰეზბოლა გააკონტროლოს და შესაძლოა შვიდობა უზრუნველყოს. ეს მშვიდობისკენ მიმავალი მყიფე გზაა თუ უფრო დიდი კონფლიქტის ზღვარი. ტრამპს უკვე მობეზრდა. ეხა ის ირანელებს ეუბნება, ვერ დავაშანტაჟებთ და რა გააკეთა მან? მან ფაქტობრივად დააკავა გემი, რომელიც ცდილობდა ჰორმუზის სრუტეში გაევლო. ცოტა ხრიკებს მიმართეს, როგორც ამას 47 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. ისევ სურდათ სრუტის ჩაკეტვა, ხომ იცით, როგორც წლების განმავლობაში აკეთებდნენ. ისინი ვერ დაგვაშანტაჟებენ. ისინი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად ყველაფერს ჩადიოდნენ. ეხლა ეს აღარ გამოუვათ. ემილი, კიდევ ერთი ომის ზღვარზე ვართ. ისლამური რესპუბლიკა ახლა ფიქრობს, რომ ეს მოლაპარაკებები კიდევ ერთი ხრიკია ტრამპისა და ნეთანიაჰუს მხრიდან, რათა ირანში სახმელეთო ჯარები შეიყვანონ. ფიქრობთ, რომ აქ ეს ხდება? თუ ტრამპი მართლა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს ხალხი შეთანხმებას დათანხმდეს, ამ ეტაპზე ვფიქრობ, უსაფრთხოა ვივარაუდოთ, რომ ტრამპი ყველაფერს აკეთებს, რათა სახმელეთო ოპერაცია აიცილოს თავიდან. გულისხმობ ჯერ კიდევ თავიდანვე ცეცხლის შეწყვეტის დაჟინებით მოთხოვნას, როგორც მან გააკეთა, და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების მცდელობას. ვფიქრობ, ეს არის გეგმა, რომ შიდა არენაზე მეტი ლეგიტიმაცია მოიპოვოს. რისთვის? ნამდვილად არ ვიცი. ვფიქრობ, მას მართლა სჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, რაც თავისთავად პრობლემურია. მაგრამ მეორე მხრივ დადებითი ის არის, რომ ვფიქრობ, ის არ დათანხმდება ისეთ რამეს, რაც არ იქნება ძალიან მაღალი მოთხოვნა ისლამური რესპუბლიკის მხრიდან. ამის მიუხედავად მინდა ვთქვა, რომ არ ვფიქრობ, რომ რაიმე სახის შეთანხმება მისაღებია. არ მგონია ეს იყოს გამოსავალი. განსაკუთრებით არა გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება რაღაც დროით გადადო პრობლემა, თუნდაც რამდენიმე 10 წლეულით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ხომ იცი, ზებრა თავის ზოლებს არ შეიცვლის. სრულიად არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ გაარკვიონ ან წარმოადგინონ რაღაც. და შეიძლება ეს კარგიც იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში რეჟიმის დასამხობად, რადგან რეჟიმი დღეს ფაქტობრივად ორ ნაწილად არის გაყოფილი. ესენი არიან ზომიერები, რომლებიც შენდამე ვიცით, რომ სინამდვილეში ზომიერები არ არიან, ყაზაკისტანი და უფრო პოლიტიკური მხარე და ირანის რევოლუციური გვარდია მის სათავეში. ბიჭი, რომელსაც როგორც ჩანს ფეხი არ აქვს და სახის დეფორმაცია აქვს, აიათოლას ვაჟი, ახალი ფიგურა, მუსტაბა ხომეინი. გონია, რომ ეს ორად არის გაყოფილი. და თუ ასეა, ალბათ ეს კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ისინი მაინც დაეცემიან. მართალია. მე ვფიქრობ, ეს სწრაფად არ მოხდება. ვფიქრობ, ვინც კი ფიქრობდა, რომ ეს ერთი ხელის მოსმით დასრულდებოდა, ან რომ დიდი კამპანია იქნებოდა, სადაც ყველაფერს დაბომბავდნენ და მერე ყველაფერი დასრულდებოდა, ცდებოდა. თქვენ ანგრევთ ძალიან კარგად აწყობილ, ხუმრობა არ იყოს, ძალიან კარგად აწყობილ მანქანას, რომელსაც სიკვდილის სურვილი აქვს, სიკვდილის მუქარა. იცით, ისინი ზუსტად იციან, რას აკეთებენ. მათ უკვე გამზადებული აქვს ყველაფერი. იცით, თუ ეს ერთი წავა, მაშინ მეორე წავა. ესეთი მონსტრის დამარცხება გოლიათის დამარცხებას გავს და არ მგონია, რომ ეს მხოლოდ ერთი ქვით მოხერხდეს. ვფიქრობ, ამას დრო დასჭირდება. მართლა იმედი მაქვს, რომ ტრამპი გააკეთებს იმას, რაც საჭიროა, ასე თუ ისე. ვფიქრობ, ის მზად იქნება, თუ ისინი მოვლენ და ითქვიან, ვნებდებითო, ის ხელს მოაწერს. თუ არა, ის მზადაა ომზე წავიდეს და მგონია, რომ მასთან ასე უნდა მოიქცე. და ვფიქრობ, რომ ის მართლა ამას გულისხმობს, რადგან მან მთელი ამ დროის განმავლობაში აჩვენა, რომ სერიოზულად ფიქრობს. მაგრამ, იცით, მან ეხლა ხან თქვა ატარით შმუელი, რომელიც ხალხის მოთხოვნით დაბრუნდა, ატარიტი არის საერთაშორისო უფლებადამცველი მკვიდრი ხალხების უფლებების საკითხებში. ატარეთ, იცი, შენ ძალიან აქტიურად ხარ ჩართული ირანის გარშემო ყველა ამ განსხვავებულ უმცირესობათა ჯგუფში. ისმენ, რას ამბობენ ისინი. შენც არ სულშიც ქონდა მათთან ურთიერთობა. ფიქრობ, რომ ირანის ხალხი თავისი ამ განსხვავებული და მშვენიერი მოზაიკით მზად არის იარაღით აიღოს ხელში და დაიბრუნოს თავისი ქვეყანა. თუ გონია, რომ მათთვის ეს ჯერ ნაადრევია, დარწმუნებული ვარ, ირანული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნამდვილად მოუთმელად ელოდება, რომ ჩაერთოს ბრძოლაში და დაამხოს ირანის რევოლუციური გვარდია. ჩემი გადმოსახედიდან ძალიან ნათელია, რომ ირანელთა აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირანის რევოლუციურ გვარდიას და ზოგადად ირანის ისლამურ რესპუბლიკას.
და ძალიან დიდი ხანია, თითქმის 50 წელია სურთ მათი დაცემა. ბევრ მათგანს აქტიურად ებრძვის მათ. თუ ქურთულ რეგიონებს შეხედავთ, ქურთების ეროვნული არმია ამ პროცესის დასაწყისიდანვე აქტიურად იბრძვის ირანის რევოლუციურ გვარდიასთან. და მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ირანის ხალხი მზად არის და ნამდვილად ვფიქრობ, რომ მათ ეს უკვე აჩვენეს. იცით, სადღაც შუაში ვართ, ჯერ კიდევ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები და ეს მონაცემები არ გვექნება მანამ, სანამ ყველაფერი არ დაწნარდება და დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარდება, რომელიც შეისწავლის და ნახავს რა მოხდა. მაგრამ სადღაც რა არის 30-დან 100,000-მდე ადამიანი მხოლოდ იანვარში მოკლეს და ირანის ხალხი ამას არ დაივიწყებს. ისინი წინ ვერ წავლენ. ისინი არ იტყვიან, ხო იცით, ჩემი მთელი ოჯახი ამოხოცეს, მოდი უბრალოდ გავაგრძელოთ ამის დაშვება. ისინი გაბრაზებულები არიან და მზად არიან ცვლილებებისთვის. პრობლემა ისაა, რომ ისინი არ არიან შეიარაღებულები, ხომ ასეა? და ისინი უპირისპირდებიან არა მხოლოდ ირანის რევოლუციურ გვარდიას, არა მხოლოდ ბასიჯს, არა მხოლოდ ირანში არსებულ ყველა მილიციას, არამედ მათ შემოიყვანეს ყველა ეს გარე ისლამისტური მილიციაც. ზუსტად ეს. და ხალხი, რაც ერთ-ერთი რამაა, რაც ჭკვიდამ შლის, როცა დასავლეთში ამბობენ, რომ არ უნდა იყოს უცხოური ჩარევა. უცხოური ჩარევა უკვე არსებობს. ის უკვე იქაა. ზუსტად ეს. და ეს ირანის ხალხის წინააღმდეგაა. ირანის ხალხს უნდა, რომ ირანის რევოლუციური გვარდია დაემხოს და ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა დამყარდეს. და ისინი ძალიან ნათლად ამბობენ, რა უნდათ, ვინ უნდათ და როგორ უნდათ, რომ ეს მოხდეს. და ვფიქრობ, რომ ტრამპი და ისრაელი განსაკუთრებულ მდგომარეობაში არიან, რომ დაეხმარონ ამ პროცესის განხორციელებას. ირანის ხალხი ძალიან ხმამაღლა გამოხატავს მხარდაჭერას და მადლიერებას ამისთვის. და მართლა ვფიქრობ, რომ დროა. მათმა მაქვს იმედი, რომ შეგვიძლია მათი დამარცხება და ეს აუცილებელია. არ ვფიქრობ, რომ ამას შევძლებთ მოკლით. არ შეიძლება, ვერ დატოვებ მათ ადგილზე. და ვფიქრობ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ამასაც კარგად ხვდებიან. და ვფიქრობ, რომ ის, რაც ტრამპმა შეძლო, რაც ჩემი აზრით გენიალურია, არის ის, რომ ამ ომამდე დრო ყოველთვის ირანის რევოლუციური გვარდიის მხარეს იყო. ისინი მუდმივად აძლიერებდნენ ზეწოლას. იცით, ამერიკელი პრეზიდენტების წარმატებებით. იცით, მოდი, კიდევ მეტი მოლაპარაკება ჩავატაროთ, კიდევ მეტი მოლაპარაკება, მივიდეთ რაღაც შედეგამდე, კიდევ მეტი მოლაპარაკება და მივაღწიოთ ზღვარს. და ისინი თითქოს დროს ეთამაშებოდნენ. და ვფიქრობ, რაც ახლა შეიცვალა ისაა, რომ დრო მათ მხარეს აღარ არის. რადგან ისინი ყოველდღე კარგავენ ფულს ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო, რაც მათი ფინანსური სიცოცხლის ხაზი და დაფინანსების წყაროა. თავარია, რომ მათი ეკონომიკა ენერგიის ექსპორტზეა დამოკიდებული. და თუ ამერიკელები მათ ენერგიის ექსპორტს უკეტავენ, მაშინ ფული აღარ ექნებათ. თუ ფული აღარ ექნებათ, ვეღარ გადაუხდიან თავიანთ მებრძოლებს. თუ ვეღარ გადაუხდიან თავიანთ მებრძოლებს, ისინი უკვე ამ მდგომარეობაში არიან, სხვათა შორის. წინა თვეში ვერ გადაუხადეს ირანის რევოლუციურ გვარდიას, ასე რომ მე ვერ გონია ეს ის მოთმინებაა, რაც უნდა გქონდეს. მიუხედავად იმისა, რამდენად დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ ამ ყველაფრით. ღმერთო, ღმერთმა იცის, ირანის ხალხი ჩვენზე ბევრად უფრო დაღლილია. მაგრამ გონია, რომ ეხლა თამაში ესეთია, ტრამპი მათთან ისე თამაშობს, როგორც ისინი თამაშობდნენ მთელი ისტორიის განმავლობაში. ის მხოლოდ არ თამაშობს. ვფიქრობ, ის აჩვენებს, რომ როგორც იყო სტატუს-კვო და მართველები და ისინი, ვინც მართავენ სრუტეს და რესურსებს, არ არის აუცილებელი, რომ ასე იყოს. მე მგონია, რომ ის უბრალოდ შლის ჭადრაკის ფიგურებს, ან დამკის ფიგურებს, ან რომელი თამაშიც გინდა, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ყოველთვის ყველას მისცეს უფლება, რომ წესები დაეწესებინათ. და ტრამპი ამბობს, იცით რა, ჩვენ არ გჭირდება ამ თამაშის თამაში. ჩვენ არ გჭირდება ეს ყველაფერი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას ვეთანხმები. ვფიქრობ, ბევრი რამ, რაც ტრამპმა ბოლო რამდენიმე კვირაში გააკეთა, ძალიან პრობლემურია. თუნდაც ამის უკან დიდი სტრატეგია იდგეს, ის ენა, რომელსაც იყენებს, ის ფორმულირება, როგორც ამბობს. ბევრად მეც ამბობს, ვიდრე ესეთი დიდი სტრატეგიისთვის საჭირო. და ეს ძალიან საზიანო იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მან мотиваცია უნდა მისცეს. და ვფიქრობ, ეს ცოტა პრობლემურია. იმედი მაქვს სიამოვნებით შევცდები. მოხარული ვიქნები თუ ყველა მხრივ შევცდები. ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ და ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ ვფიქრობ, ის ცოტა უპასუხისმგებლოდ მოიქცა იმით, თუ როგორ ისაუბრა იმის შესახებ, რას აპირებდა, რაც რეალურად დააზიანა მისი შესაძლებლობა, განეხორციელებინა ის, რაც სამხედრო თვალსაზრისით გჭირდებოდა. არავის შეუძლია დამაჯეროს, რომ ამან დროებითი ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვაზე გავლენა არ მოახდინა. ენას, რომლითაც რეჟიმს ძალაუფლებას აძლევენ, იმ გაგებით, რომ თითქოს ირანის ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლებთან ვაპირებთ მოლაპარაკებას, სიგიჟედ მივიჩნევ. მტკიცებები იმის შესახებ, რომ უკვე მოხდა რეჟიმის შეცვლა. შინეთი. გულისხმობ, ეს უბრალოდ ეს შეურაცხყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ახლახან გადაიტანეს მასობრივი ჟლეტა ზუსტად იმავე რეჟიმის ხელში, რომელიც მათ ახლაც ჯის სიკვდილით. მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრამპი, არ ვიცი, სულ მცირე ჩემი მხრიდან, ტრამპი ამბობს გიჟურ რაღაცებს. დიახ. და ის ტვიტერზე აბსურდულ რაღაცებს წერს. და მე მაგალითად მართლა იმედი მაქვს, რომ ვიღაცას გამოუჩნდება ძალა, რომ შეაჩეროს ის, სანამ გააგრძელებს ესეთი გადარეული რაღაცების ტვიტერს.
ჩვენ ლიბანზე არ ვსაუბრობთ. მოდი, არ დავაძალოთ ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ხომ არ ვართ 51 შტატი. ეს ურთიერთობა ორმხრივად სარგებლის მონტანი უნდა იყოს და ასეც არის. მაგრამ როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი აკეთებს კომენტარს, რომ ისრაელს ეკრძალება ამის გაკეთება, ის თითქოს ამბობს: პირველ რიგში ეს თქვენი ომია, კარგი? თქვენ ისრაელისთვის არ იბრძვით ამ ომში. ისრაელის თავდაცვის ძალები და ის ჯარისკაცები ლიბანში იბრძვიან შეერთებული შტატებისთვის, კარგი? ჰეზბოლამ ასობით ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა. ასე რომ პრეზიდენტი ტრამპის ასეთი პასუხი ვფიქრობ ძალიან პრობლემურია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ყველა იმ ჩრდილოელ მაცხოვრებელს ეხება, ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია. ეს აღმაშფოთებელია, რომ ჰეზბოლასთან რაიმე სახის შეთანხმებას ვდებთ. და მე ვიყო ალტერნატივა. და შემდეგ დღეს მგონია, რომ ტრამპი იმიტომ, რომ ის ძალიან არასტაბილურია. და მე მეორე დღეს წერს, ესეთი დიდი პარტნიორი, როგორც ისრაელია, არასდროს ყოფილა. აშკარად ვიღაცამ უთხრა მას, მოусმინე ძმაო, ეს ასე არ ჟღერთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი განსხვავება. მაგალითად, ეგ-თექი რამ, რასაც ბევრი დასავლელი ვერ ხვდება, არის ის, რომ ძალიან დიდი განსხვავება იმაში, თუ როგორ ვაჩვენებთ თავს დასავლეთს და იმ ადამიანებს, რომლებიც გახსნილები არიან დიპლომატიისთვის, მშვიდობის შეთანხმებებისთვის და მოლაპარაკებებისთვის. დემოკრატიული ქვეყნები. დიახ, და ის, თუ როგორ ვაჩვენებთ თავს და როგორ აჩვენებს დასავლეთი თავს ისლამისტურ ქვეყნებსა და დიქტატურებს. რადგან სიმართლე ისაა, რომ ის, რასაც ამერიკელები სრულიად შეშლილად და არანორმალურად მიიჩნევენ, არაბულ და ისლამისტურ ქვეყნებში ასე აგიქვამენ. აჰა, ეს კაცია, რომელსაც პატივს ვცემ. ეს არის ტრამპი. ეს არის ტრამპი. მე მათ ენაზე ვსაუბრობ, სორია. ეს მისი ცხოვრებაა და ხო, ის. იცით, ის ისეთი ადამიანია. პერსონაჟია, რომელსაც ეს ადამიანები ნამდვილად სემენ პატივს დააფასებენ. ქალების მოყვარული, პომპეზური, თვალში საცემი კაცი, რომელიც მოდის და აკეთებს იმას, რაც უნდა, ამბობს იმას, რაც უნდა და ვერავინ აჩერებს მას, ვერავინ აკონტროლებს მას. ეს არის ის ტიპის ადამიანი, ვისთან ურთიერთობაც სულთმად. ასეთ ლიდერებს არიან მიჩვეულები. და მე სულ ხედავ, რომ დასავლეთში თითქოს ეს გაუგებრობაა. დასავლეთში ეს არ ესნით. იცით, მე ვესაუბრე ჩემს ოჯახშიც კი რამდენიმე წევრს და მათ არ ესმით. ისინი ამბობენ, რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? გახსოვთ ის ვიდეო, რომელიც მან გამოაქვეყნა იმის შესახებ ღაზას, რას უპირებდა ყველა წვერიან მუცლის მოცეკვავესთან ერთად. არა, როცა პარალობის გაკეთებას აპირებდა. ხო, ზუსტად. ესე რომ ყველა ამერიკელი, ვინც მე ვიცნობდი, ამბობდა, რა ჯანდაბა ხდება. და მე როგორც იცით, მუშაობ ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა ომებთან. მე ვიფიქრე, ეს გენიალურია. ეს საოცარია, იმიტომ რომ ის აჩვენებს მათ, რომ აპირებს ფეხით გათელოს ისინი და ყველაფერს გადაატრიალებს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. და ისინი ასე ავიქვამენ ამას და რეაგირებენ ისე, რომ მზად არიან მამპრომისზე წავიდნენ. ეხლა ვფიქრობ, ესევე უნდა გავიგოთ, რომ ეს ქვეყნები არ არიან რეალურად დაინტერესებული მოლაპარაკებებით, დიპლომატიით ან იმ სიტყვების თუ შეთანხმებების შესრულებით, რაც აქვთ. ამიტომ, როცა ისაც ისეთივე არასტაბილური და არასანდოა, ვფიქრობ, ეს ალბათ, ხო, ზუსტად ამას ვამბობ. ის მათთან აკეთებს იმას, რასაც ისინი ისლამური რესპუბლიკა დასავლეთს უკეთებდნენ. ამას უკვე ორი კვირაა ვამბობ, მაგრამ მოდი პრაქტიკულ საკითხებზე ვისაუბროთ. ისინი უნდა დაბრუნდნენ ისლამაბადში. როდის ხვალ ზავის ვადა იწურება. სამშაბათს მთავრდება ზავი. ღმერთ ისლამურმა რესპუბლიკამ უკვე განაცხადა, რომ არ გამოცხადდებიან, ასე რომ ვინ იცის. იცი, ყოველ საათში იცრება. მათ თქვეს, რომ შოუ არ იქნება. ამ დროს ქვეყანას მართავენ ჩვენი მოუქნელი ქვეყნები. ამასობაში მათ წაიღეს ეს გემი. რომელიც ეკუთვნის ისლამურ რესპუბლიკას. ისლამური რესპუბლიკის განზრახვა ან ცდელობა ნავთობის ექსპორტის. და მათ გემში ხრელი გააკეთეს. რაც საინტერესოა, როგორც ჩანს, გემი უზარმაზარია, ის თითქმის ისეთივე ზომისაა, როგორც ერთ-ერთი დიდი ამერიკული ავიამზიდი, რომელიც რეგიონშია. მთელი ეს ამბავი და კიდევ ვიცით რა მაწუხებს ყველაზე მეტად? პაკისტანის ლეგიტიმაცია. ღმერთის გულისთვის პაკისტანი არ არის პატიოსანი ქვეყანა. ეს ინდურ ტელეარხზე ვთქვი და აიღეს და ხელოვნურმა ინტელექტმა, რაც არ უნდა იყოს. იყო ხელოვნური ინტელექტის ვიდეო, სადაც თითქოს პაკისტანზე ლაპარაკობდი, მაგრამ ეს არასდროს მithქვამს და ერთ-ერთი აშკარა მინიშნება იყო ის, რომ პაკისტანური აქცენტი მომცეს. ეს ძალიან მომწონს. რა თქვი, ნახე ეს. ამ დროისთვის ისრაელი მხოლოდ ერთ ადამიანზეა გაბრაზებული. ეს არის პაკისტანის სამხედრო ხელმძღვანელი ასიმ მუნირი. ის არის ის, ვინც ცდილობს ტრამპის მოხიბლას და მის ისრაელისგან დაშორებას. ის ცდილობს ისრაელი მარტო დატოვოს ამ ომში. ძირითადად მე უბრალოდ თქვი, სანამ პაკისტანს მედიატორობის უფლება მისცემდნენ, რატო პაკისტანი, როცა მათ თავად აქვთ ჯიჰადისტური პრობლემა და შესაძლო უბრალოდ ცდილობენ ამ ომში საკუთარი თავის აქტუალურობის ჩვენებას.
ამიტომ მათ ბევრი აქვთ დასაკარგი. მე ვფიქრობ, თუ უფრო ფართო გეოპოლიტიკურ სიტუაციას შევხედავთ, პაკისტანი ალიანსშია იმავე ისლამისტურ ძალებთან და ბევრად უფრო ჩართულია და დაინტერესებულია აქ მიმდინარე მოვლენებით, ვიდრე ჩვენ. ეს იყო ჩემი აზრი და განსაკუთრებით ინდიასა და ისრაელს შორის ახალი სახის ალიანსის ფონზე. და მოდის აქ ჩამოსვლის შემდეგ, ეხლა ძალიან ბევრი რამ ხდება. პაკისტანი საფრთხეშია. ამიტომ პაკისტანი მართლა ძალიან დაბნეულია და ქაოტურად ცდილობს რაღაცის გაკეთებას. Relevance and გადარჩეს. ხო, ზუსტად ეს თქვი ამ ინტერვიუში. და მათ აიღეს ჩემი პატარა ფრაგმენტი და შემდეგ ჩამიდეს სიტყვები პირში გენერლის შესახებ. რომელიც არც კი ვიცი ვინ არის, რაღაც პაკისტანელი გენერლის შესახებ, რომელსაც თითქოს და ვაყენებ შეურაცხყოფას ამ AI ვიდეოში. მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ პაკისტანური აქცენტი მომცეს. ძალიანაც კარგი თქვენთვის. ასე რომ თუ აპირებთ AI-ის გამოყენებას ხალხოს, სწორად გააკეთეთ. კარგი ინსტრუმენტები არსებობს. ან ყველას მოგცეთ პაკისტანური აქცენტები. ყველას. ან ყველაფერი, ან არაფერი. მინდა მიუბრუნდე იმას, რაც თქვით ტრამპის შესახებ. თითქოს მან გვითხრა, რა უნდა გავაკეთოთ ლიბანთან დაკავშირებით. მხოლოდ იმიტომ, რომ იმავე დროს ვხედავ კამალა ჰარის და სხვა ძალიან ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბიბიმ აიძულა ტრამპი ამ ომში ჩართულიყო. ის ომში ჩაერთო, ბიბი ნეთანიაჰუმ ჩაითრია მასში. მოდით ეს ნათლად ვთქვათ. ის ომში ჩაერთო, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს. ამერიკელი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კამალა ჰარისი და სხვა ცნობილი პირები ვცდილობ გავიხსენო, ვინ იყო ეს. ჯეიკ სალივან. თავრობაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც პატივს სცემენ, ბევრი ადამიანი, მაგრამ მხოლოდ კანდას ოვენსი არა, კარგი? კი. ამბობენ, იცი, ბიბი ამას 10 წლეულებია ცდილობს, პრეზიდენტებსაც სთხოვს ამას. ასე რომ მგონია მაინტერესებს, არ მამბობ, რომ ეს სწორია. უბრალოდ ვამბობ, მაინტერესებს, იქნებ ეს იყო მისი პასუხი ამაზე, რომ ეთქვა, იცი არა, ის არაფერს მაიძულებს. ნახე, მე შემიძლია მას რაღაც ვაიძულო. დიახ. ვერ შეიძლება მას, თუ მოკავშირეს ვაწენინებ როგორც. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ნამდვილად, ხო იცით, მე ვიცნობ ტრამპს, მე. დარწმუნებული ვარ, ეს ამის ნაწილია. მას უნდა აჩვენოს, რომ თავარი ბოსია. ეს ნორმალურია. და ერთი წამითაც არ ვფიქრობ, რომ რამე გააკეთა, რაც არ უნდოდა. ვიყოთ გულწრფელები. ეს ტრამპია. ეს კაცი ოდესმე აკეთებს რამეს, რაც არ უნდა. და ხალხი საკმარისად არაფასებს იმას, რომ ის ისლამური რესპუბლიკის საფრთხეზე ბევრად ადრე ლაპარაკობდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა. ეს არის თემა, რაზეც ის მუდმივად ლაპარაკობდა. მიეცით ამ ადამიანს ის აღიარება, რომ თუ მას აქვს სადაზვერო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ამიანები ურანს ამდიგრებენ და რაკეტებს ქმნიან, რათა ისინი ევროპასა და ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაგზავნონ, სწორედ ეს მოხდება. არ ვფიქრობ, არ მესმის, რატო არ ფიქრობენ ადამიანები ასე, მაგრამ კითხვა ისაა, რა მოხდება თუ ისლამაბადში მოლაპარაკებები გაიმართება, თუ ეს ყველაფერი ხომალდზე ხვრელის გაჭრას გულისხმობს, ჩემი აზრით, ეს ბრწყინვალეა. და თუ შემდეგი სტრატეგია, რაზეც ხალხი საუბრობს, არის კაგას კუნძულის დაკავება, რომელიც ენერგიის ექსპორტის მთავარი წყაროა, მაგრამ მოდი ჩრდილოეთით ლიბანში გადავინაცვლოთ და ვნახოთ რა ხდება იქ, რადგან ლიბანთანაც გვაქვს, ფანთანაც გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რა მოხდება. გონიათ, რომ იოსებ ავანი შეძლებს ჰეზბოლასგან გათავისუფლებას. უნდა მას ჰეზბოლასგან გათავისუფლება. უბრალოდ უყურეთ ამას. როცა მოლაპარაკებებზე საუბრობდით, ზოგიერთმა ადამიანმა თქვა, რა გავაკეთეთ დიპლომატიით იმის ნაცვლად, რომ ზოგი იცის. ჩვენ ყავს 1400-ზე მეტი მოწამე, 4000-ზე მეტი დაჭრილი, 1000-ობით სახლი განადგურებულია. 1,200,000-ზე მეტი ლტოლვილი რთულ ცხოვრებას ეწევა. რა შეიძლება იყოს უკეთესი? ვაპირებთ მოლაპარაკებას თუ ომს? არა, ღაზა განადგურებულია. 70,000-ზე მეტი 80,000 ადამიანი მოკლეს. დღის ბოლოს ისინი დასხდნენ და მოლაპარაკება დაიწყეს. აბა რატომ სხედვართ ახლა და მოლაპარაკობთ? რომ შევაჩეროთ ეს დანაშაულები და შევაჩეროთ ის ადამიანები, რის გამოც ლიბანი იტანჯება. ის ცდილობს გაამართლოს, რატო უნდა შევიდეს მოლაპარაკებებში ისრაელთან. საუკეთესო მიზეზი ისაა, რომ შეიძლება თქვენს ქვეყანას რეალურად სარგებელი მოუტანოს ამან. ანუ ეს საერთოდ შესაძლებელია, უბრალოდ თამაშობთ აქ.
მე უბრალოდ ვფიქრობ, ამ ვიდეოდან ყველაფერი ძალიან ათელია. ეს თითქმის მძევლების სიტუაციას გავს. ისე ჩანს, თითქოს in beach სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჰეზბოლას ემსახუროს, რადგან აშკარად შეშინებულები არიან. მათ საკმარისი კონტროლი არ აქვთ. მათ არ აქვთ საკმარისი კონტროლი იმისთვის, რომ ეს განახორციელონ, რომ ჰეზბოლა განაიარაღონ, რომ ჰეზბოლა დაშალონ. სულ მცირე ლიდანიდან სამხრეთით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მათ არ შეუძლიათ. თუნდაც მას უნდოდეს, მაინც ვერ შეძლებს და ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ და ისრაელთან მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, რომ ერთად მუშაობის გზა იპოვონ. კარგი, მაგრამ თქვათ რომ მოვიდნენ, ანუ ისრაელთან მოლაპარაკების მაგიდასთან არიან და იცით, ჩვენ ყავდა ისრაელის ელჩი იეხირ ლაიტერი, რომელმაც პრესასთან ისაუბრა, როცა კითხეს, რატომ იყვნენ ფრანგები ჩართული. ჩვენ გვინდა რომ ისინი ამ პროცესს მოშორდნენ, რადგან ისინი მხოლოდ გავლენისთვის იბრძვიან. და ის 100%-ით მართალია. მაგრამ კითხვა ისაა, დაუშვათ, ისინი ამბობენ, კარგი, ეხლა ნორმალიზაციის ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს, ისინი იბრაჰიმის შეთანხმებას შეუერთდებიან. პრაქტიკაში ადგილზე, სადაც ორი ისრაელი ჯარისკაცი 2 დღის წინ გზისპირა ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა, რა შეიცვლება? ჩვენ უნდა ვიომოთ ლიბანის არმიასთან. მათთან ერთად, ანუ რას გულისხმობ მათთან ერთად? არა, მათთან ერთად. და ეს ჰეზბოლა. და ინტერესებიც იგივეა თუმცა. ჩვენი ინტერესები იგივეა. და იცი, ვისი ინტერესებიც ასევე იგივეა, ირონიულად რო ვთქვათ. ალბათ სირიის. და თითქმის ყველა სხვა ჯგუფის ამ რეგიონში. და რაც ნამდვილად საინტერესო იყო, ეს არის როგორც ადგილზე მყოფი ადამიანის გამოცდილება. ქვედა დონიდან დანახული პერსპექტივით, რასაც ხედავ ჩემ სოციალურ მედიაში და პირად შეტყობინებებში ყველანაირ რამეში, ეს არის უზარმაზარი ტალღა სიყვარულისა, მხარდაჭერისა და სოლიდარობისა. ლიბანის ხალხისგან, სირიის ხალხისგან, ირანის ხალხისგან, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ერაყელებისგანაც. და რა თქმა უნდა ინდოელებისგანაც. ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი რამ ამ მთელ სიტუაციაში ის არის, რომ ჩვენ რეალურ დროში ვუყურებთ, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური ალიანსები მასიურად. და ახლა იქმნება სრულიად ახალი ალიანსი, მაგალითად ინდოეთს, ისრაელს, შეერთებულ შტატებს შორის. და ახლა იმასთან ერთად რაც ხდება, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. და სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაც, მაგრამ ასევე ლათინურ ამერიკასთან, ვენესუელასთან, იმასთან რაც ხდება კუბაში. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთად მოქმედებს. და ჩვენ ხედავთ მზარდ სოლიდარობის მოძრაობას ხალხებს შორის. და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კარდი შეგრძნების მომდანი კი არ არის, არამედ რეალურად მოძრაობა რაღაცა ბევრად უფრო დიდი სამხედრო და გეოპოლიტიკური მიმართულებით. მე მაქვს იმედი, ძალიან დიდი იმედი მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ როდესაც ომის მეორე მხარეს გადავწდებით და ღმერთმა იცის, როდის იქნება ეს, ჩვენ ამ ეტაპზე დასასრული ჯერ არ ჩანს. მაგრამ როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, უსაფრთხოების და თავდაცვის ახალი გადანაწილება იქნება. არ მესმის, როგორ გააგრძელებს ტრამპი თავს კარგად გრძნობას ან ნატოში წვლილს. და ჩვენ ასევე დავკარგეთ ევროპა. ეხლა ევროპა მხოლოდ დასავლეთ ევროპაა. ევროპამ თვითმკვლელობა ჩაიდინა. კარგი? ხარო. მოდი ეს ნათლად ვთქვათ. ვერ ხედავ, როგორ აგრძელებს ტრამპი ნატოს სამიძე ჯდომას. და არ ამბობს, მან უკვე დიდხრათ, რომ უსარგებლოები ხართ, თქვენ ქაღალდის ვეფხვი ხართ. მაგრამ მე მჯერა, ნამდვილად მჯერა, რომ ამ ცისარტყელის მეორე მხარეს, თუ ასე შეიძლება უწოდოთ, არის ახალი თავდაცვის პაქტი სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, მაგალითად სუნით ზომიერ ქვეყნებთან, ინდოეთთან ალბათ. უკვე გვაქვს შეთანხმება აიმეკ კორიდორზე, ანუ ინდოეთი შუა აღმოსავლეთის კორიდორზე, რომელიც უნდა მიიტანოს საქონელი ინდოეთიდან შუა აღმოსავლეთის გავლით ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის გავლით. ვერ ვხედავ, როგორ არ გადაეწყობა მთელი მსოფლიო ამ ომის შემდეგ. და თუ წარმოიდგენთ რეალობას თავისუფალი ირანით. ხო. ალიანსი უბრალოდ თავისუფალ ირანსა და ჩინეთს, ისრაელს, შეერთებულ შტატებს და შესაძლოა გათავისუფლებულ ვენესუელასა და კუბას შორის. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს რესურსების, ნავთობისა და ოქროს უდიდესი ნაწილი სწორედ აქ არის. ხო, და ეს რეალურია. ეს ჩინეთის დასუსტებას იწვევს, აი ამას ვამბობ. ამიტომ წითელმწვანე ალიანსს ამაზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს ბრწყინვალე პოლიტიკური ნაბიჯია. კომუნიზმის სიკვდილის კულტია. დიახ, მაგრამ ასევე, იცით, ეს ყველაფერი დიდი, იცით, ხალხის ისლამიზმია. მაპატია ისლამიზმი. ისლამიზმი, მაგრამ თუ ფართოდ შევხედავთ, ეს ყველაფერი სინამდვილეში ჩინეთზე, არა? და როგორც ზესახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება, ამერიკის გვერდით ყოფნა, ამერიკა ტიდულობს კუნძულებს მთელ წყნარ ოკეანეში. ახალგაზრდებში 100%-ით აღწევს ეს ტაივანზეა, ჩიპების წარმოებაზე და ტრამპზე, რომელიც მომავალ თვეში ან ორ თვეში სისთან მიდის და
ფაქტობრივად ყველაფერს ანაწილებს და ამბობს: მე ამას გაძლევ, შენ ის მომეცი, აქ არ შემაჩერო, ასე ვხედავ ამას. მაგრამ ეს შესაძლებლობაა დავამხოთ ისლამისტები, რომლებიც ცდილობენ მთელი მსოფლიოს განადგურებას. მოდით ვნახოთ რა მოხდება. ეხლა თუ რამდენიმე წუთს დაუთმობთ საუბარს იმაზე, რაც ხდება ღაზაში და რა მოხდება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ისლამისტებთან, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ იქ არიან, ეს ამბავი, რომელიც არ მოხდა მთავარ მედიაში და რატო უნდა მოხვედილიყო, არის ისტორია ღაზელი ღარიბი ქრივების შესახებ, რომლებსაც ჰამასი ძალადობს და აუპატიურებს. ნახეთ ეს. ეს დანაშაულია, როცა ქალებს იყენებენ, ხომ ასეა, გეუბნებით, არავითარ შემთხვევაში. ის ქალებს ღალატობს, ქალები ღარიბები არიან. ის თავს ისე აჩვენებს, თითქოს პურის ნაჭელი და შაქარია. გეუბნები, მოდი აქ არის გაძევება და ის წარმოადგენს ისლამურ ორგანიზაციას. ისლამი ტანზიმ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია. მე პოლიტიკური ორგანიზატორი ვარ. თუ ასე გამონყვები, ამდენს მოგცემ. და ქალები, რომლებსაც ესეთი ცხოვრების გამოცდილება არ აქვთ, გულისხმობ, ისინი იზოლირებულები იქნებიან. მე 4 შვილი მყავს. მან მითხრა: ვაუ, ისინი გაშორებულები არიან. მაშალა, შენ ესეთი ლამაზი ხარ და ისინი გაშორებულები არიან. მან მითხრა: არ ინერვიულო, მე დაგეხმარები და შენს გვერდით ვიქნები. მომეცი შენი ნომერი და ყველაფერი კარგად იქნება. მე ეს მამობრივად აღვიქვი გულწრფელად. ეს ჩემი მამაა. ის აპირობებში დახმარებას ნთავაზობს. რა თქმა უნდა, არიან კარგი ადამიანები, ისევე როგორც ცუდები. მან მითხრა: მინდა მასთან გულწრფელად ვისაუბრო. სად არიან ეგრეთ წოდებული ფემინისტები და ლურჯთმიანი ბრიგადა, როცა ისინი გჭირდება? ისინი ხო ნავზე არიან, არა? Yes. რა ხდება ნავზე? ისინი არიან ფლოტილიის სექსუალური მტაცებლების ნავი. ღმერთო ჩემო. ხო, როგორც ჩანს, ზოგიერთები პირველ რიგში ხალხი უკვე გაბრაზებული იყო, რადგან ისინი ამ ნავზე ურთიერთობდნენ. ალბათ ლოკატორი. მაგრამ ზოგიერთები მანამდე ან მას შემდეგ, რაც თავიანთი პატარა გუბის თავგადასავლიდან დაბრუნდნენ. ეს შემდეგ იყო. დიახ. საიდან იღებენ ამდენ ნავს? და ბევრი ექსპედიცია, უზარმაზარი თანხები, რადგან ირანზე მუშაობენ. ხო. და სად არის გრეტას ფლოტილია ჰორმუზის სრუტეში? მათ არ აინტერესებთ, მე სიამოვნებით ვნახავდი, როგორ მუშაობენ ირანთან. გრეტა, თუ გინდა რომ სასარგებლო იყო, რატო არ წაიყვან ფლოტილიას ჰორმუზის სრუტეში? იქნებ მაშინ ვიყიდო ბილეთები. ღმერთო ჩემო. მე მაინც ფიქრობ, რომ უბრალოდ უნდა შეუშვათ ისინი ღაზაში. მაგრამ ისინი რეალურად მუშაობენ ისლამური რესპუბლიკისთვის. ისინი თანამშრომლობენ მათთან და ალბათ დაფინანსებულებიც არიან. მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. და იქნებ სწორედ ეს გჭირდება, რომ დაფინანსების წყაროები პირდაპირ ამოიშრეს. რა მოუვათ ამ ყველაფერ პროქსებს? რა მოუვა ჰამას? როცა ისლამური რესპუბლიკიდან ფული აღარ იქნება? კატარი? კი, შეიძლება ეს იყოს კატარი. შეიძლება სხვა მოთამაშეებიც, ვისაც ამ პროცესის წაწევა სურს, მაგრამ ეს ნამდვილად ცვლის თამაშის წესებს. ეს ცვლის იმას, რაც ეხლა უნდა დავინახოთ, ყველა ამ ტერორისტული პროქსისთვის, ჰუთებისთვის, ერაყში და სირიაში არსებულ პროქსებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ, თუმცა ეხლა უფრო მცირე მასშტაბის არიან. და ლიბანი, ჰეზბოლასთან, ისლამურ ჯიჰადთან და ყველა მათგანთან ერთად. თუნდაც ეს მთელი ომი დავასრულოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ დასავლეთმა მოვიგეთ, დასავლეთში შეღწევა და გონების არევა მაინც გაგრძელდება. ის მაინც იქ დარჩება. ღმერთო კი, მართალია, მაგრამ ირონიულად რო ვთქვათ, შეიძლება მხოლოდ მაშინ დარჩეს, როცა რესპუბლიკას დავამხობთ. სწორია. ეს არის ირონია. ის ევროპაში დარჩება. სწორია. შეიძლება ამერიკაში ცოტათი შეძლონ გაწმენ და აკადემიაში არა. ხო? მათ აკადემია და მედია უნდა გაწმინდონ. ხო. ეს არის ნამდვილი ომი აქ. გულისხმობ, ჩვენ გვაქვს სამხედრო ომი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უმეტესობა იმ ადამიანებისა, ვინც ამ სამხედრო ომში მონაწილეობს, აცნობიერებს, რომ მათ არ აქვს შანსი ისრაელისა და დასავლეთის ალიანსის წინააღმდეგ. ამიტომ მათ ამის ნაცვლად არჩიეს, რომ თავიანთი დროისა და ენერგიის უმეტესობა ჩაედოთ აღქმის ომში, ფსიქოლოგიურ ომში და ამერიკელ ხალხს კონკრეტულად საერთოდ არ აქვს წარმოდგენა. არ აქვთ წარმოდგენა, რასთან აქვთ საქმე. ისინი გულწრფელად ენდობიან თავიანთ მედიას.
არ აქვთ წარმოდგენა, რომ როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ახალი ამბების სოციალური მედია, ცნობილი სახეები, აკადემია და მათი საყვარელი პოდკასტერებიც ზუსტად იმავე ადამიანების მიერ არის ნაყიდი. ნახე საოცარი ვიდეო, სადაც ანა კასპარიანი და ნიკ ფუენტესი გვერდი იდგნენ და სიტყვით ერთსა და იმავეს ამბობდნენ, რადგან ასე უბრძანეს. ისინი გაწვრთნილები არიან, რომ ზუსტად ერთსა და იმავეს ამბობდნენ. იცი, ეს პირდაპირ ასეა, ასევე, რა ქვია მას, ჰასან პაიქერი და ტაკერ კარლსონი, ყველა ეს ადამიანი, ვინც იღიდეს და გაკიდეს ისლამურმა რესპუბლიკამ, კატარმა და ყველა ამ ქვეყანამ. ჰასან პაიქერს გმირივით შეხვდნენ იელის უნივერსიტეტში. და სადაც ის საუბრობდა დაშლაზე, ეს კარგ რამე წარმოაჩინა. ხო, სადაც ის საუბრობდა საბჭოთა კავშირის დაშლაზე და ეს მართლაც შოკის მონგრელია. და ამერიკელები ამას ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ მათ იცით თავისუფალ ქვეყანაში უცხოვრიათ. ამიტომაც ვერ იგებენ ფსიქოლოგიური ომისა და პროპაგანდის ნიშნულობას და გავლენას. და ძალიან ბევრი ადამიანი, ვისთანაც მე გავიზარდე, ყოველდღე მწერენ მესიჯებს, რომლებიც 10 წლის წინ რო ყოფილიყო, ვინმეს ფსიქიატრიულში მოთავსების მიზეზი იქნებოდა. მართლაც ყოველდღე ვიღებ გრძელ წერილებს იმ ადამიანებისგან, ვისაც რეალურად ვიცნობ და ვისთანაც გავიზარდე. ადამიანები აკადემიიდან, ადამიანები წამყვანი აივის ლიგის უნივერსიტეტებიდან, ჩართული ადამიანები, პროფესორები, ადამიანები, რომლებსაც უკეთ უნდა ესმოდეთ. მიგზავნიან ამგვარად თითქოს შეშლილი ნაჭრის საბნებია, სხვადასხვა პროპაგანდით შეკერილი მარცხნიდან და მარჯვნიდან, ისლამისტებისგან და სოციალისტებისგან და ყველა ამ განსხვავებული პროპაგანდისტული მანქანიდან. და მათ საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რომ ეს არ არის სანდო ამბები, რომ ყველა წყარო, რომელსაც ისინი ციტირებენ, ერთმანეთში ირევა და ეს საშინელია. ეს საშინელია, ეს ნამდვილი ომია. ჩვენ საერთოდ არ მონაწილეობთ ამ არენაში, თუ მგითხავთ. ამერიკა ჯერ კიდევ არ გამოფხიზლებულა და სინამდვილეში გასულ კვირას ქალ ლიდერთა ჯგუფს სიტყვით გამოვესაუბრე. ისინი ფიქრობენ, რომ ომს ვაგებთ. ანუ ისინი ფიქრობენ ფსიქოლოგიურ პროპაგანდაზე. ეს პროპაგანდის ნაწილია, რომ ამერიკელებს ეხლა უთხრეს, თითქოს ეს ომი წაგებულია. თითქოს ეს ომი მთლიანად წაგებულია. და ამის მიზეზი არის დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ამერიკელი ხალხის დემორალიზაციას ემსახურება და ეს წარმოუდგენლად წარმატებულია. და რატომ აკეთებენ ამას? ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ამერიკელმა ხალხმა ზეწოლა მოახდინოს ამერიკის მთავრობაზე, რათა შეწყვეტონ ეს უკიდურესად აუცილებელი ომი. დიახ. და ეს სიმართლე არ არის. თუ რეალობას შეხედავთ, ირანს ამჟამად ფაქტობრივად მუყაოს ფიგურა მართავს. ჩვენ ჩამოვაგდეთ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის, აიათოლას, ბასიჯის, ყველა მებრძოლი ჯგუფის, მთელი პოლიტიკური და რელიგიური ხელმძღვანელობის ზედა 3 ან 4 ფენა. და ეს წარმატებით გავაკეთეთ, მინიმალური სამოქალაქო მსხვერპლით. ეს ომი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ასე მიმდინარეობდა. დიახ, მართლაც შესამჩნევად. ჩემი ათწლეულების გამოცდილებაში, რაც ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო ადამიანის და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებზე მუშაობ, არასდროს მინახავს რამე ასეთი სუფთა, ასეთი ქირურგიული სიზუსტით და ასე კარგად გააზრებული. უეჭველად არის რაღაცები, რაც კარგად არ არის გააზრებული. მაგალითად, ვფიქრობ ზოგიერთი ეს ცეცხლის შეწყვეტა და პაუზები კარგად არ არის გააზრებული, მაგრამ ჩვენ ხედავთ ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი იმპერიის სრულ დაშლას რეალურ დროში და ძალიან მცირე სამოქალაქო მსხვერპლით და ეს საოცარია. აბსოლუტურად. მაგრამ ამერიკელმა ხალხმა ეს არ იცის. და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მე ვხედავ კიდეც მაგალითად ამერიკელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ისრაელი მართალ ომს იბრძვის, რადგან ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხელი საფრთხეა. მაგრამ ამერიკელები ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან. ჩვენ არ ვიხავით. ეს ჩვენთვის დაუყოვნებელი საფრთხე არ არის. ირანი სინამდვილეში არ აპირებდა ბირთვული იარაღის მოპოვებას. ჩვენ ამის შესახებ გაგვაფრთხილეს ერახში. და ეს არის პროპაგანდა, რომელიც მათთვის კოვზიკ მიაწოდეს. თითქოს თვეების განმავლობაში პირდაპირ თვალებში ასხივებდნენ. ამ საინფორმაციო სისტემების მიერ. და აკადემიკოსები და ყველა ის სისტემა, რომელიც ინფორმაციის გავრცელებასა და დამუშავებას ემსახურება, წითელი რგოლის ალიანსმა მიითვისა. ანტისემიტიზმის კარგი დოზით, ფარულად თუ ღიად, ყველა ამ ახალ ამბავში. მაგრამ თუ ნაძირალებზე ვსაუბრობთ, გვინდა გადავიდეთ ჩვენს საყვარელ რუბრიკაზე კვირის ნაძირალა. კარგი, შევინახოთ ქალებო, რადგან ყოველ კვირას კიდევ უფრო მეტი გვყავს. შოშანა, ვინ არის შენი ნაძირალა ამ კვირაში? შოშანა, ამოისუნთქე, ლენ. მე ვარ. კარგი. ჩემი ნაძირლები არიან ეს 2 ქალი და მათნაირი ადამიანები, მაგრამ განსაკუთრებით ეს 2. არც კი ვიცი მათი სახელები, მაგრამ დარწმუნებული ვარ გავიგებთ. მგონი დედა და ქალიშვილი არიან. დიახ, ასეა. კარგი, ისინი დიდი ბრიტანეთიდან არიან. და ისინი ძალიან მამაცები არიან, რადგან სინამდვილეში უყურებენ ისრაელელებს, რომლებიც მათი აზრით ბავშვების მკვლელები არიან. და ისინი საჯაროდ უყვირიან მათ. და უნდა ვთქვა, ქალებო, თუ მართლა გგონიათ, რომ ისინი ბავშვების მკვლელები არიან, რატომ არ ნერვიულობთ?
რატომ არ გაწუხებთ ის, რომ მოსადის სააგენტო, რომელსაც აშკარად აქვს პლასტმასის თვალი, ისრაელელებმა იციან თქვენი სახელები, თქვენი მეგობრების სახელები, თქვენი არალეგიტიმური შვილების სახელებიც კი. ზუსტად იციან, სად ცხოვრობთ, იციან, სად არის ყველა და ჩვენ მოგძებნით. რატომ არ ფიქრობთ ერთი წამით მაინც, რომ იქნებ ეს კარგი იდეა არ არის? იმიტომ რომ იცით, ეს სიმართლე არ არის. ყველა, ვინც ისრაელელებს ბავშვის მკვლელებსებს ეძახის, იცის, რომ სინამდვილეში არაფერი დაგემართებათ. ასე რომ, თქვენ უბრალოდ შოუს დგამთ. იმიტომ რომ თუ მართლად გონიათ, რომ ჩვენ ბავშვების მკვლელები ვართ და მართლა ჩვენ მართავთ მსოფლიოს, მაშინ ნერვიულობდით. გეშინოდათ, რომ შემდეგი სამიზნე თქვენ იქნებოდით. მაგრამ ასე არ არის. თქვენ უბრალოდ შოუს დგამთ. შენ და შენი ქალიშვილი დადიხართ და ხალხს ბავშვის მკვლელებს ეძახით. ნება მომეცი რაღაც გითხრა. კარმა კი? და ის ჩემსავით გამოიყურება. ჰეი, ისე დაგავიწყდა გეთქვა, რომ ეს ვიეტნამშია, სადაც ისრაელები მიდიან, რომ ცოტა ამოისწუნ თქვენ, ხო იცი? ისინი მიდიან ტაილანდში, მიდიან ვიეტნამში, რომ უბრალოდ იცი განიტვირთონ ძალიან რთული სიტუაციის შემდეგ. ამ ბავშვებიდან ბევრი ძალიან როგორც ამ გამოკითხვის შემდეგ, ან გადარჩენილების შემდეგ, მათ საკუთარი მეგობრების მოკლა უნახავთ. და ეს ორი საზიზღარი გველი არ მესმის, რატო არ აკავებენ ვიეტნამის ხელისუფლება მათ, რადგან ეს დააფრთხობს ხალხს, ეს ასე იქნება. სხვათა შორის ტაილანდში ესეთი რამ არ ხდება. ეს ერთხელ ან ორჯერ მოხდა ძალიან მცირე მასშტაბით. და ეს ადამიანები მაშინვე გააძევეს, რადგან ისრაელიდან ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეხლა ისრაელიდან ტურიზმი მართლაც ვრცელდება ვიეტნამსა და ფილიპინებზე. ამიტომ ამ ქვეყნებს მოუწევთ, რომ ეს ადამიანები გააკონტროლონ, მაგრამ ისინი ძალიან გაბრაზებულები არიან. ისინი საზიზღრები არიან. აბა ჩემზე წამოდით. საზიზღრები. აბა ჩემზე წამოდით. მე ციხეში არ ვიქნებოდი. მეც იქ ვიქნებოდი. მეც ციხეში ვიქნებოდი. ისრაელები ასე მშვიდად დარჩნენ, არ ვიცი როგორ უნდა გითხრათ. ისინი ასე მშვიდად დარჩნენ, ის მაშინვე პირდაპირ ეთერში ჩაერთვებოდა. ხო. ხო. მაგრამ ფაქტობრივად მათ გადაიღეს ვიდეოები, სადაც ისრაელებს დაასწევდნენ, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, უხვიროდნენ სიგიჟეებს და შემდეგ ეს ინტერნეტში ატვირთეს. იმიტომ რომ ამით ამაყობენ, რადგან ეს არის პირდაპირი შედეგი იმ ანტისემიტური სიძულვილისა და პროპაგანდის, რომელიც თავისუფლად ვრცელდება დასავლეთის ქვეყნებში. დიახ, ყოველგვარი შედეგის გარეშე. აბსოლუტურად. მაგრამ სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, ადამიანები, რომლებიც ამას უყურებთ, თქვენ, ვინც სახლში ხართ, უნდა იბრძოლოთ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. ეს არ არის ის, რაზეც უბრალოდ ითქვით, ოღ რა სამწუხაროა. არა, ეს რეალური სამყაროს, რეალური შედეგებია. ძალიან შემაშფოთებელია. სრულიად სწორია. და რომ ქონოდათ ცოტა მეტი სიმამაცე, სინამდვილეში ქვას აიღებდნენ და მათზე ისროდნენ. და საქმე ისა. მე მათ რამენის თასს ვესროდი. ოღმერთო. ხო, ისინი მთლიანად დაიფარებოდნენ, არა. ვამბობ, რომ ეს საკმაოდ ცუდია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველა ლაპარაკობს ამ დუმარე უმრავლესობაზე, ხომ ასეა? კიკოს ხალხი ამბობს, არა, ჩვენ ყველა ასეთი არ ვართ. და ვიდეოშიც ჩანს, არის ერთი ვიდეო, სადაც ვიღაცა ბავშვებს უხვირის, რომლებიც ლაფშას ჭამენ. ქალი უკანა პლანზე თითქოს შეშინებულია იმით, რაც ხდება, მაგრამ არაფერს ამბობს. ზუსტად ესეა. ხო გესმის? და აი ჩუმი უმრავლესობის ამბავი ისაა, რომ ჩუმი უმრავლესობა თანამონაწილეა. ხო ესეა, ჩუმი უმრავლესობა. აი ელი ვიზელი ამას ამბობს. სწორია. სწორედ გულგრილობამ შექმნა ეს გარემოება. ეს არ იყო. და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. რადგან ყოველთვის ებრაელებით იწყება. ყოველთვის ებრაელებით იწყება და არასდროს მთავრდება მხოლოდ მათით. ეს მთავრდება ებრაელებით. კარგი, მადლობა. ისინი ძალიან საძაგელი ადამიანები არიან. და მინდა რომ დავასახელო და გავამჟღავნო ისინი. მაგალითად, მათი ფოტოები გამოვფინა. და თუ თქვენ ამ საშინელი ქალებიდან რომელიმეს ასაქმებთ, გთხოვთ სწორად მოიქეცით და გაათავისუფლეთ ისინი, რადგან ისინი სირცხვილია. კარგი, ემილი, ვინ არის შენი ამ კვირის ნაძირალა? მრავალჯერ ვიფიქრე, ამ კვირაში ვიზზე მინდოდა ყურადღების გამახვილება, რადგან არჩევანი ბევრია. სოფლიოში არასდროს აკლია საძაგლები. არასდროს. მაგრამ საბოლოოდ იყო ერთი ამბავი, რომელიც გუშინ მოხდა და ძალიან ტრაგიკულია, რაზეც მინდა ვისაუბრო. ამიტომ ჩემი ამ კვირის ნაძირალა არის ირანის რევოლუციური გვარდია. ეს შეიძლება მილიონი მიზეზის გამო იყოს. მაგრამ ამ კვირაში განსაკუთრებით უნდა ვთქვა ირანის რევოლუციური გვარდია და ბასიჯის ძალები, რადგან აჰმედ ხოდაის ამბავი იყო, რომელმაც გუშინ თავი მოიკლა სინამდვილეში. ეს იყო ადამიანი, რომელმაც თავის ცოლთან ერთად რამდენიმე თვის წინ, როცა პროტესტები პიკს აღწევდა, საკუთარ სახლში შეიფარა რამდენიმე დაშავებული მომიტინგე. მისი ცოლი მედდა იყო. უსაფრთხოების ძალები ირანის რევოლუციური გვარდია შეიჭრნენ მათ სახლში და ბოლოს მის ცოლს ესროლეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა მისი ცხედარი წაიღეს, აღმოჩნდა, რომ მათ ვიდეოები და ჩანაწერები ჰქონდათ გაკეთებული, სადაც მის ცხედარზე სექსუალურად ძალადობდნენ და ეს მასალები მის ქმარს გაუგზავნეს. ის უფრო მკვდარია და ისინი ფაქტობრივად ხო, ღმერთო ჩემო. ხო.
ეს აშკარად საშინელი ამბავია და ყველაზე საშინელი ის არის, რომ ეს საერთოდ არ არის უჩვეულო. ეს ისაა, რასაც ისინი აკეთებენ, ასე მოქმედებენ ისინი. ეს არის იარავი, რომელსაც ისინი იყენებენ მთელი მოსახლეობის დასაშინებლად. და მე არ ვფიქრობ, რომ დასავლეთში ადამიანები ბოლომდე აცნობიერებენ, რამდენად შორს არიან ისინი მზად მისასვლელად ასეთი რაღაცების გასაკეთებლად. ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომლის ოფიციალურ პირებსაც გარკვეულ სიტუაციებში საკუთარი შვილებიც კი დაუხოცავთ. ღმერთო ჩემო. ამიტომ რომ თქვა, ისინი უკიდურესები არიანო, არ ასახავს რეალობას იმ სამყაროში, სადაც ფიქრობ, რომ იგივე დონეზე გაწყენინებს ვიღაცის ნათქვამი X-ზე. ეს ერთი და იგივე არ არის. ეს არის აბსოლუტური დისტოპიური ჯოჯოხეთი, რომელიც დღეს არსებობს ისლამური რეჟიმის სახით. და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიკავოს უფრო მტკიცე პოზიცია ამის წინააღმდეგ, როგორც შეუძლია, იქნება ეს სამხედრო გზით თუ სხვა საშუალებით. ამინ, ესენი ნამდვილად ადამიანური ურჩხულები არიან და იგივე ტიპის დანაშაულები მოხდა 7 ოქტომბერს, როცა ისინი მკვდარ ქალებს აუპატიურებდნენ. მას შემდეგ რაც აუპატიურებდნენ, კლავდნენ და შემდეგაც აგრძელებდნენ მათ გაუპატიურებას. ესენი საზიზღარი ურჩხულები არიან, რომლებიც უნდა განადგურდნენ. კიდევ რა გინდათ რომ გააკეთოთ ესეთ ადამიანებთან? გამოასწოროთ ისინი. ეს არ მოხდება. ეს იგივე მდგომარეობა არ არის, რასაც ვხედავთ. იცით, თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ისლამიზმი სიკვდილის კულტია და ეს ზუსტად ასეა. გულისხმობ, ეს ნიმუშები ყველა ისლამისტურ ტერორისტულ საზოგადოებაში გვხვდება, ხომ ასეა? ჰეზბოლასაც აქვს მსგავსი რამ. ჰუსიტებს აქვთ ბავშვთა ქორწინება, აქვთ სექსი. პედოფილიაც არ დაგავიწყდეთ. დიახ, ეს ყველა ამ ექსტრემისტულ საზოგადოებაში პრობლემაა და ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ ამის წინააღმდეგ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ეს გაგრძელდება და გავრცელდება. ხო, ვგულისხმობ, უბრალოდ უყურებდი ამ ყველაფერს ავღანეთში. რას აკეთებენ პატარა ბიჭებთან? ისინი მათ ფაქტობრივად მეძავებად აქცევენ. ეს ყველაფერი საზიზღარია. და იცი რა არის ყველაზე ცუდი? ერთი ებრაელი პედოფილი ყავს, ეპსტაინი, და ჩემს კომენტარებში სულ ამას წერენ. ეპსტაინის ქვეყანა. ერთ ებრაელ პედოფილს აჩვენებენ, თითქოს მარტო ის იყოს. დაწუნებული ვარ, ერთზე მეტია, კარგი. მაგრამ ჩვენ პედოფილიას არ წმენთ და არ ვადიდებთ. აქ ეს კანონში არ წერია, მაშინ როცა ისრაელში წერია. ჩვენ გვცხვენია ეპსტაინის, კარგი? ის არ წარმოადგენს იმას, რისთვისაც ჩვენ დგავართ. მაგრამ ამის საპირისპიროდ ეს სულად ასახავს ამ სექტას და უბრალოდ ვეღარ ვიტან ამას. ჩემს კომენტარებში სულ ეპსტაინი მხდება. მაგრამ საოცარი ის არის, რომ ეს სრული ფარისელობაა, რადგან იგივე ადამიანები, რომლებიც ეპსტაინზე ღელავენ და ამტკიცებენ, რომ ეპსტაინი ისრაელის მიერ იმართებოდა, სრულიად უჭერენ მხარს ჰამას. ჰეზბოლა, ჰუსიტები, ირანის ისლამური რესპუბლიკა. ყველა ამ ადგილას ეპსტაინის ქმედება არა მხოლოდ ლეგალურია, არამედ კანონითაც არის განსაზღვრული და წახალისებული. ეს ინსტიტუციონალიზებული პედოფილია არის. და ესენი არიან იგივე ადამიანები, რომლებიც იმ ადამიანებს უჭერენ მხარს. ეს სიგიჟეა. მაგრამ სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი პროექცია. ყველაფერი პროექცია. არა, ბიჭებო, თქვენ კიდევ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ტოვებთ. ებრაელი განტევების ვაცია, კარგი? ებრაელი განტევების ვაცია. მე ნამდვილად მაქვს ბრაზი, ნამდვილად მაქვს აღშფოთება, მაგრამ აქ ვერ გამოვხატავ, რადგან ეს რასიზმი იქნებოდა. ამას გაერთიანებული სამეფოს ჯგუფური გაუპატიურების სკანდალს ვერ მივაწერ. ხო, ბანდები. და ეს ბანდები ვერ გავაკეთებ ამას იქ, რადგან ისინი ყავისფერი კანის ადამიანები არიან და ყავისფერი კანის ადამიანები ვერ იქნებიან დამთხუნველები. ისინი მხოლოდ დაჩაგვრები შეიძლება იყოს. ამიტომ უნდა წავიდე გარდა ყავისფერი ხმისა. განტევების ვაცი ყოველთვის ებრაელია. თუნდაც ეპსტეინი ვერ დავასახელო, ვერც ერთი ასახელო, ვერც ერთი იმ ჯგუფური გაუპატიურების ბანდიდან, რადგან ამას ვერ გავაკეთებ. მაგრამ აქ შემიძლია და ებრაელი ყოველთვის იგზის რომ იყოს შენი განტევების ვაცი. ეს არის ნაწილი იმისა, რასაც იესოსის კომპლექს უწოდებ, როცა ყველა ცოდვას ამ ქანდაკებაზე ანთავსებენ და შემდეგ ითხოვენ, რომ ჩვენ დაგხოცონ. ხო. კარგი. ამ ბედნიერი ნოტის ფონზე ვინ არის შენი ნაძირავა? ამიტომ ჩემი ნაძირალა დღეს და ყოველდღე არის გაერო. რატომაც არა. ეხლა როგორც ახლახან მოვისმინეთ, ისლამური რესპუბლიკა ცნობილია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით, პედოფილიით, უდანაშაულო გოგონების სექსუალური ძალადობით. სანამ ისინი უმიზეზოდ სიკვდილით დასჯიან, მათი დაპატიმრებები, წამება, საკუთარი უდანაშაულო მოქალაქეების და მთელი მსოფლიოს უდანაშაულო მოქალაქეების ხოცვა.
ყველგან პროქსიომებია. თქვენ იფიქრებდით, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა გაერო, რომელიც თავს მორალურ ავტორიტეტად ასავებს და რომელსაც მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში მორალურ ავტორიტეტად აღიქვამს, როგორც ისინი, ვისაც სხვების განჯდა შეუძლია, იქნებოდა, არ ვიცი, მორალური ან ეთიკური როგორმე. მაგრამ ისინი არ არიან, რადგან ეხლახან აირჩიეს ირანის ისლამური რესპუბლიკა გაეროს ხარტიის სპეციალურ კომიტეტში, რომელიც განიხილავს და წვეთს ქალთა უფლებების, ადამიანის უფლებების, ტერორიზმთან ბრძოლის და მსგავსი საკითხების შესახებ. იმ საკითხებზე, რაშიც ირანის ისლამური რესპუბლიკა განსაკუთრებულად და კონკრეტულად დამნამნაშავეა. და ვფიქრობ, რომ წლებია ამაზე ვსაუბრობ, რადგან წლებია საერთაშორისო ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობ. და წლების განმავლობაში ვფიქრობ, გაერო ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ორგანიზაცია, რაც კი არსებობს. რადგან ის თითქოს სამართლებრივ, მორალურ და ჰუმანიტარულ ავტორიტეტად უნდა ითვლებოდეს და თავადაც ასე ასაღებს თათავს. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ცუდი მოვლენების შეჩერება, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ისინი კი იყენებენ თავიანთ პლატფორმას იმისთვის, რომ მისცენ სიტყვა ადამიანებს, რომლებიც ამ სისასტიკეებს ჩადიან, რათა მათ არასოდეს მოუწიოთ პასუხისგება და ეს ყველაფერი გაგრძელდეს. ისინი აგრძელებენ ამ საშინელი ადამიანის უფლებების დარღვევებს მთელ მსოფლიოში ისე, რომ ვერავინ აჩერებს მათ. ამიტომაც ჩემი ამ კვირის ყველაზე საძაგელი ადამიანია, რა თქმა უნდა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, მაგრამ ასევე გაერო, რომელმაც მისცა მათ ეს უზარმაზარი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმა. და ვფიქრობ, თქვენგან ვინც აქამდე ვერ ხედავდით პრობლემებს, თუ რამდენად პრობლემური იყო გაერო, თუ ახლა მაინც ვერ ხედავთ ამას. მას შემდეგ, რაც ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მხოლოდ იანვარში 30-დან 100,000-მდე საკუთარი მოქალაქე დახოცა. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც არჩეულნი არიან, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებებზე. არა, უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელია გზის გაკვლევა. არა, შეუძლებელია გზის გაკვლევა, ისინი იცავენ მსოფლიოში ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დამღოვებს. ამას ყოველთვის აკეთებდნენ. უნდა ნახო, კიდევ ვინ არის ამ კომიტეტებში. ანუ გაეროს წევრები თავად იყვნენ ჩართული და გასამართლებული და დამნაშავე ცნეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულში, სექსუალურ ტრეფიკინგსა და ადამიანებით ვაჭრობაში მთელი კარიბის ზღვის რეგიონში. ისინი ასევე ჩართულნი იყვნენ 7 ოქტომბრის მოვლენებში. დიახ. გაეროს მიერ ჩატარებულმა საკუთარ თანამშრომლებზე გამოძიებამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების ნახევარი, ვისაც ისინი იძიებდნენ, მართლაც წარმოუდგენლად დამნაშავე აღმოჩნდა საშინელი ქმედებების ჩადენაში. გაუპატიურება, წამება, მძევლად დაჭერა, გატაცება, მკვლელობა. და ეს სიმართლეა არა მხოლოდ აქ, არამედ მთელ მსოფლიოში. ხო. მაგრამ ჩვენ მოგწონს ნაძირალა, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს და როგორც მესმის, გაეროს ფული უმთავრდება, რადგან ამერიკა აპირებს დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირებას. და სულ მცირე, უნდრას საშინელი კრიზისი აქვს, რაც კარგი ამბავია, UNIFIL-მა, რომელიც იმალება ტერორისტი იყიდა, აღარავინ დააფინანსებს მათ. იმედია, ამ ომის შემდეგ, ფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციების სფეროში ბევრი ცვლილება იქნება საჭირო. და მე ვიმედოვნებ, რომ გაერო, არ ვიცი, რაღაც უკეთესად შეიცვლება, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ადამიანობის წინააღმდეგ ყველაზე მძიმე დანაშაულების ჩამდენებს არ უნდა ქონდეთ იგივე ხმის უფლება, როგორც დემოკრატიებს, რომლებიც სამართლის უზენაესობას იცავენ. ამას უბრალოდ აზრი არ აქვს. მოდით ვიმედოვნოთ, რომ ეს მათი დასასრულის დასაწყისია, მაგრამ ფანტასტიკური ნაძირალა. ისინი ბევრჯერ ყოფილან ნაძირლები და ყოველთვის არის ახალი კარგი მიზეზი, რომ ისევ ნაძირალად უწოდოთ. კარგი, ჩემი ამ კვირის ნაძირალა არის ერთი პატარა კაცი, სახელად კონრად ბერკოვიჩი, რომელიც პოლონეთის პარლამენტში კონფედერაციის პარტიის ულტრამემარჯვენე დეპუტატია. ეხლა ეს კაცი, რა თქმა უნდა, არავინ არის. და როგორ შეიძლება გახდე ვინმე დღეს ამ ძალიან ხმაურიან სამყაროში, სადაც ცხოვრობთ. ხო, იღებ ისრაელის დროშას, იღებ მაგენდავიც და მის ნაცვლად ნაცისტურ სიმბოლოს აკრავ. და გადაწყვეტ, რომ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, რომელიც გასულ კვირას იყო, აპირებ დააფუთხო იმ ებრაელების ხსოვნას, რომლებიც ნაცისტებმა გენოციდის მსხვერპლი გახდნენ. აიღე ნაცისტური სიმბოლო და გამოაჩინე ის შენ სიტყვაში, როგორც პარლამენტის წევრმა. და ისევ, უბრალოდ აღარ ვიცი რა ვთქვა. ეს კაცი უკიდურესად მემარჯვენე პოლონური პარტიიდანაა
რაც ნიშნავს, როგორც ჩვენ ადრე ამბობდი და როგორც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ანტისემიტიზმი ყველგან შეიძლება გაჩნდეს, ის მოდის უკიდურესი მარცხნიდანაც და უკიდურესი მარჯვნიდანაც. ამ კაცმა ახლა თავისი 15 წუთიანი პოპულარობა მოიპოვა იმის გამო, რომ ნამდვილი ნაძირალა იყო და შეაფუთხა ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც მოკლეს, თანაც ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს. უბრალოდ რომ კიდევ უფრო მეტად ეტკინა ხალხისთვის. ასე რომ ბევრი არაფერი ვიცი შენზე, ალბათ იმიტომ რომ სათქმელიც არაფერია, გარდა იმისა რომ ნაძირალა ხარ. კონრად ბირკოვიჩი, პოლონეთიდან. კარგი, ეხლა მოდი გავიწმინდოთ სული და ადამიანობაზე, კარგად ვიგრძნოთ თავი, როცა ვიპოვით გმირებს. და ყოველთვის არიან გმირები. შოშანა, ვინ არის შენი გმირი? ჩემი გმირი ირონიულად ძალიან უკავშირდება იმ ნაძირალას, რადგან კიდევ ერთი ხვირილიანი ბანშია, ამჯერად ნიუ-იორკში, ეძებს ისრაელებს და უყვირის, ბავშვების მკვლელი, იმიტომ რომ თეთრკანიანი გოგონები მაგაში არიან კარგები. ბოდიში და სოფია კარენი, როგორც ხედავთ, არავინ არაფერს აკეთებს. ამ ვიდეოში ეს ისრაელები უბრალოდ სხედან იქ და არ ვიცი როგორ. შეიძლება მან ისწავლა ებრაული, ან საკმარისი სიტყვები ებრაულად, ან აქცენტი, ან უბრალოდ იცის როგორ ამოიცნოს ისრაელები. და როცა ხედავს მათ ამბობს, ბავშვების მკვლელები, ეს ბიჭები ბავშვების მკვლელები არიან და იღებს საკუთარ თავს ვიდეოზე, რადგან წარუმატებელია. და მერე სპაიდერმენი მოდის და ამბობს, ასე ვერ მოიქცევი. სიტყვა სიტყვით. ის არ წყვირის, არც ხმამაღლა ლაპარაკობს, უბრალოდ ამბობს, ასე ვერ მოიქცევი. არ უნდა ავითროებდე ხალხს, მართლა არ უნდა აკეთებდე ამას აქ. სრულიად მშვიდი, სრულიად ისეთი თითქოს თქვენს შეგიძლიათ ეს გააკეთოთ დამოუკიდებლად, თუნდაც სპაიდერმენის მსგავსად არ გამოიყურებოდეთ. ეს ის რაღაცაა, რაზეც შეგიძლია მიხვიდე რომელიმე გიშთან და უბრალოდ უთხრა, იცი, ას უნდა აკეთებდე ამას ძვირფასო. ეს კარგი იდეა არ არის. ასე რომ სპაიდერმენო, შენ ჩემი გმირი ხარ, იმიტომ რომ კარგი, ნორმალური, ღირსეული ადამიანი ხარ. გილოცავ შენ და კაფირ ქარენს. ნუ, იქნები მოწყენილი იმის გამო, რომ არ მოსწონხარ. ისინი ლამაზები არიან და შენ არა, ხო? ისინი დევიხოთები არიან. და გეტყვი, მან სამსახური დაკარგა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სამსახური დაკარგა. მას არ უნდა კონდეს ურთიერთობა ადამიანებთან. ის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტია. კარგი, და მან სამსახური დაკარგა. სპაიდერმენი, რა თქმა უნდა, ის ბიჭია, რომელიც Times Square-ზეა გადაცმული. არანამდვილი სპაიდერმენი, მიუხედავად იმისა, რომ ტომ ჰოლანდი მოგწონს, მე მომწონს ზენდეიას ამბავიც, მაგრამ სინამდვილეში რას გრძნობ მის მიმართ? ის ტომ ჰოლანდზე ლაპარაკობს. მაგრამ მაგრამ ის უბრალოდ კარგი ბიჭი იყო, ხო? სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ზუსტად ისეთი ნიუ-იორკელი, როგორიც უნდა იყოს. ზუსტად ისეთი ნიუ-იორკი, სადაც მე გავიზარდე, როგორც არ უნდა იყოს. დიახ, ჩვენ გვიყვარხარ სპაიდერმენო. მადლობა. არ ვიცით ვინ ხარ ამ ნიღბის ქვეშ, მაგრამ ნამდვილად კვირის გმირი ხარ. ემილი, ვინ არის შენი გმირი ამ კვირაში? ამ კვირაში ჩემი გმირი არის ხავიერ მილეი, არგენტინის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. დიახ, ის ახლახან ჩავიდა ისრაელში. ჰურა! სამწუხაროდ მე ვერ შევძლებ მასთან ინტერვიუს ჩატარებას, რადგან ესპანურად არ საუბრობ, მაგრამ შენ შეგიძლია. ვიგონებ ხავიერ, por favor, aquí llamo. ასე რომ, la única que tape dentro vitarentoi es que pais. რაც მან თქვა ყოველ შემთხვევაში. ჩემი გმირი დიდი ხანია მიყვარს მილაი, ყველაფერი რასაც ის წარმოადგენს, ეკონომიკიდან ისრაელამდე. და ის იყო ნამდვილი მეგობარი, ნამდვილი მოკავშირე ისრაელის სახელმწიფოსთვის, მთელი ამ ძალიან რთული პერიოდის განმავლობაში, 7 ოქტომბრის შემდეგ. მტკიცე მეგობარი და მოკავშირე. ასევე ადამიანი, რომელიც აქტიურად მუშაობს ისრაელის წინსვლასა და განვითარებაზე, დიპლომატიურად, ეკონომიკურად და არგენტინა-ისრაელის ურთიერთობებში. ასევე ზოგადად ისრაელისთვის ლათინურ ამერიკაში. ასე რომ, შენ ხარ ჩემი კვირის გმირი. გაგძელი შესანიშნავი საქმე, რასაც აკეთებ და მადლობა, რომ ისრაელის მეგობარი ხარ. ჩვენ გვიყვარს ხავიერ მილე და ის იცი, ის ასევე მხიარულიც არის. ხო, ნახე მისი ვიდეო, სადაც მღერის. ის დამოუკიდებლობის დღეს ჩირაღდანს აანთებს, რაც ამ ქვეყანაში დიდი პატივია. და ძირითადად გუშინ საღამოს გენერალური რეპეტიცია ჰქონდათ, სადაც ორი არგენტინელი მომღერალი აპირებდა მისთვის პატივის მიგებას. მან აიღო მიკროფონი და მათთან ერთად დაიწყო სიმღერა. ან კაცს მართლაც განსაკუთრებული ხასიათი აქვს. აი ეს მომწონს მასში. და კარგი ამბავი ისიც არის, რომ პირდაპირ რეისი იქნება თელ-ავივში. ეხ, ავიდეთ ადგილზე. ავიდეთ. სამხრეთის ნათება, ჩრდილოეთის ნათება არ მინდა ეს ციტირება, მათ აქვთ სამხრეთის ნათება, მზის ნათება, მზის ნათება. ავიდეთ არგენტინაში, მიყვარს ხავიერ მილეი. ჩემი პატარა სიამაყეა ის, რომ შევხვდი მას და რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ და ის ძალიან კეთილი იყო. ძალიან კეთილი, ძალიან კეთილი, ძალიან სიმპათიური, როგორც ესპანურად ვამბობთ. დიდი გმირი ხარ ემილი. შენ რა სიტყვი ჯეფ?
მე მაქვს ძალიან კეთილი და სასიამოვნო გმირის ისტორია, რომელიც ძალიან გავს ჩვენ ზვირფას მეგობარ სპაიდერმენს. გასულ კვირას ზუსტად არ ვიცი როდის მოხდა ეს შემთხვევა, მაგრამ მგონია რომ ეს ძალიან ახლახან იყო. იყო ერთი ებრაელი ბიჭი, რომელსაც აქვს პიცერია Hastings on Hudson-ში, ნიუ-იორკში, პატარა ქალაქში Westchester-ის ოლქში, სახელად Slices Pizza. ის ეკუთვნოდა ებრაელ კაცს, სახელად აიზაკ გარსონი. და როგორც ბევრ ადგილას, ვფიქრობ, ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია იპოვო ებრაელი, რომელიც არ გამხდარა კლუკ-კლუქს კაფირ კლანის სამიზნე. იცი, როგორც მე, თითოეული ჩვენგანი, არ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებთ, სად ვართ, ყველა. შენი წერ ამას? კი, კლუქს კაფირ კლაუსი. მოდით ეს ჰეშტეგად ვაქციოთ, გთხოვთ. მე მთელი დღე აქ ვიქნები. ძირითადად მათ სამიზნე დაირჩიეს ეს ბიჭი, რომელიც უბრალოდ საყვარელი კეთილი პისის გამყიდველია, რომელიც უბნის ბავშვებს აჯმევს. ყველა უყვარს ის, ყველა იცნობს მას. და ისინი მის წინააღმდეგ წავიდნენ და თავიანთი ქმედება გადაიღეს, რადგან ანტისემიტური პროპაგანდა და სიძულვილი სრულიად ნორმად იქცა. ამიტომაც ისინი ამით ამაყობდნენ. მათ სურდათ თავიანთი 15 წუთიანი დიდება. ამიტომაც მათ გადაიღეს, როგორ ავიწროებდნენ მას და ცდილობდნენ დაეძალებინათ ეთქვა, რომ 7 ოქტომბერი კარგი იყო და რომ ჰამასის მიერ ისრაელში უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება და მკვლელობა კარგი რამ იყო, მაგრამ მან ეს არ თქვა. და ისინი უფრო და უფრო ამძაფრებდნენ სიტუაციას და ყველაფერი ძალიან უშნო გახდა. ეს საშინელი იყო. და ეს საწყალი ბიჭი ამბობდა, უბრალოდ უშვიდობა მინდა. ის ამბობდა მშვიდობის მჯერა. მე მჯერა ყველა ადამიანის ადამიანურობის. ის უბრალოდ იყო საყვარელი, პატარა, შესანიშნავი ბიჭი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. და ისინი დაედევნენ მას და ძალიან ძლიერად დაედევნენ. და საზოგადოებამ, Hastings on Hudson-ის საზოგადოებამ, გააკეთა ის, რაც ყველა საზოგადოებამ უნდა აკეთოს, მაგრამ თითქმის არც ერთი საზოგადოება არ აკეთებს ამას. ისინი მასიურად გამოჩნდნენ. მათ თქვეს, არა აქ, არა ჩვენ ზუბანში, არა ჩვენ საზოგადოებაში, არა, სანამ მე აქ ვარ, ამას არ დაუშვებ. და ისინი მივიდნენ მის პიცერიაში. ასობით ადამიანი ყოველდღე მოდიოდა, იდულობდა მის პიცას, გამოხატავდა მხარდაჭერასა და სოლიდარობას, მოიყვანეს მედია, ყველას აჩვენეს, რომ მასთან ერთად დგანან, რომ არ დაუშვებენ მის დაშინებას. ისინი არ დაუშვებენ, რომ ის გახდეს სამიზნე, რომ უყვართ ის, რომ სცემენ მას პატივს და აფასებენ მას, როგორც მათი საზოგადოების წევრს. და ისინი დაუპირისპირდნენ ამ თანამედროვე ნაცისტურ მოძრაობას ისე, როგორც ყველა უნდა იქცეოდეს. ამიტომ ისინი არიან ჩემი გმირები ამ კვირაში. და ჩვენ ამას ხედავთ. უბრალოდ იცოდეთ, ვიცი, ეს პატარა ქალაქია. ნიუ-იორკის შუაგულში, პლანეტის მეორე მხარეს, თქვენმა ქმედებამ ცრემლებამდე მიმიყვანა. მინდა იცოდეთ, რომ ეს გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მასზე და ადგილობრივ ებრაულ საზოგადოებაზე, არამედ მთელ მსოფლიოში ებრაულ საზოგადოებაზე. ამიტომ გულიდან მადლობას გიხდით. თქვენ ხართ ჩემი გმირები ამ კვირაში. ვაუ, რა საოცარი ისტორია. არა ეს მშვენიერი. ნეტა ყველა ასე წამოდგეს, მაშინ ეს კლუქ-კლუქს კაფირ კლანი მომწონს ეს სახელწოდება, ვერც კი იარსებებდა. ან იცით, თუ უბრალოდ გინდათ, რომ ებრაულმა ბიზნესებმა მეტი ფული იშოვონ, რადგან მათ მუდმივად დავიწროებთ. იგივე მოხდა Second Avenue-ს დელიში, რომელიც ნიუ-იორკში ძალიან ცნობილი ადგილია. და იგივე რამეები მაშინაც ხდებოდა. და ხალხი მოდის და ამბობს, რომ საკმარისია. რამდენიმე წლის წინ ისრაელის კაფესაც დაემართა ეს. ეს ისევ და ისევ ხდება, მაგრამ არაფერია იმასთან შედარებით, როცა საზოგადოება პასუხობს, რადგან სწორედ ეს არის შედეგი. ასე შეგიძლიათ მოახდინოთ გავლენა და აღმოფხრათ ანტისემიტიზმი თქვენს გარემოში. თქვენ გაქვთ ძალა. გააკეთეთ ეს. კარდი, მინდა კიდევ ერთ გმიჟდები საუბრო. მე უკვე გარკვეული დროა ვაკვირდები ამ კაცს. და საქმე მხოლოდ მას არ ეხება. მასაც და მის კომპანიასაც ეხება. ალექს კოპი პალანტირის გენერალური დირექტორია. პალანტირი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც იცით მასიურ პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის. ისინი იღებენ უზარმაზარ მონაცემებს პროგრამულ უზრუნველყოფას და აძლევენ მას მნიშვნელობას, იღებენ ანალიზს და შემდეგ მოქმედებენ ამ ანალიზის საფუძველზე. და რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ის მნიშვნელოვანია ანტიტერორიზმისთვისაც. და მან შექმნა ეს კომპანია 11 სექტემბრის შემდეგ, როცა დაინახა, რომ ბევრი მონაცემი არ იყო გამოყენებული ეფექტურად იმისთვის, რომ აეცილებინათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერორისტული თავდასხმა მსოფლიოში, რომელიც მოხდა 11 სექტემბერს. ალექს კოპი 7 ოქტომბრის დასაწყისიდანვე სრულიად მორალურად ნათელი იყო მისთვის, ვინ არიან კარგები, ჩვენ და ვინ არიან ცუდები, ჰამასი და ისლამისტები, მთელ მსოფლიოში.
და რა თქმა უნდა, მასზე დიდი ზეწოლა იყო მისი თანამშრომლებისა და გარშემომყოფების მხრიდანაც, რომ მუდმივად ეთქვა რაღაცები ისრაელის წინააღმდეგ, ეთქვა, რომ ის არ ითანამშრომლებდა ისრაელთან და მან ამას არ აკვა. და ამ კვირაში და სწორედ ამიტომ ვასახელებ მას ახლა როგორც ჩემს გმირს, ამ კვირაში მან რაღაცა საკმაოდ უპრეცედენტო გააკეთა. მან სრულგვერდიანი რეკლამა გამოაქვეყნა New York Times-ში, ნახეთ ეს წერია. პალანტირი ისრაელის გვერდით დგას, არც თუ არც მაგრამ, არც როდის, არც რა. ეს არის სიმამაცე, ეს არის გმირი. ალექს კარპ, მადლობა რომ თანამედროვე გმირი ხარ. მადლობა რომ ერთმნიშვნელოვნად ამბობ, ვინ არიან ცუდი ადამიანები. მადლობა რომ ისრაელთან ერთად აკეთებ ბიზნესს და ჩვენს გვერდით გახარ, მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. ამ კვირაში შენ ხარ ჩემი გმირი. საოცარია რომ ესეთი რამ ხდება. საოცარია რომ ვიღაცას უნდა უთხრას, კარგი ალბათ დავხარჯავ, არ ვიცი რამდენს, $1000 New York Times-ში სრულგვერდიან რეკლამაზე. ხო, ზუსტად ამას ვამბობ. რო უთხრა, წადი შენი. ზუსტად. ესევე იყო ძალიან ვირუსული ვიდეო, სადაც ვიღაცამ მისი პანელის დროს ღონისძიებაზე ადგა და დაიწყო კვირილი პალესტინელებზე. და რომ პალანტირი კლავს პალესტინელებს. და ის იყო როგორც ხო ტერორისტები. ის ბიჭები, მაგალითად, სრულად ასე. რა პრობლემა? ტერორისტებს უჭერ მხარს. ანუ რა პრობლემა? ჩვენ უფრო ზუსტად კლავთ ტერორისტებს. ზუსტად. სინამდვილეში ის სიცოცხლეებს გადაარჩენს, რადგან უფრო ზუსტად იყენებს მონაცემებს ტერორისტების მოსაკლავად. აი ეს არ ესმით ამ ხალხს. ის შეურყეველია. მიყვარს. წლებია ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ის ფანტასტიკურია. ყოჩაღ. კარგი, ლოცულობ მეტი გმირისთვის, ლოცულობ ამ კონფლიქტის დასრულებისთვის, რომელიც სააშკარაოზე გამოაქვს ეს ტოქსიკური რეჟიმი, რომელიც ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს იკავებს თავისი შხამით და ტერორით. ვოცულობ ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოებისთვის. და ხვალ ჩვენი ხსოვნის დღეა დაღუპული ჯარისკაცებისა და ტერაქტებში დაღუპული ადამიანებისთვის. და იცით, ამ ქვეყანაში არაფერია ამ დღეზე უფრო მტკივნეული. მართლა, ამ ქვეყანაში არაფერია ამ დღეზე უფრო მტკივნეული. ეს არის ეროვნული გლოვის დღე, რომელიც შემდეგ გადადის ჩვენი დამოუკიდებლობის დღესასწაულში. და ეს ნამდვილად არის, იცით, ჩვენი ცხოვრების გამოხატულება აქ. ეს დღეს გლოვობთ, მეორე დღეს ვზეიმობთ. და ეს არის ის, რასაც ებრაელი ხალხი ათასობით წელია აკეთებს. ცხოვრობს ეროვნული ემოციური რყევის პირობებში. ტკივილთან და სიხარულთან ერთად, რომლებიც მუდმივად გვერდ-გვერდ არიან. და სწორედ ამას შევდივართ ახლა მომდევნო 24 საათში. ასე რომ ლოცულობთ ყველა იმ ოჯახისათვის, რომლებმაც შვილები და საყვარელი ადამიანები დაკარგეს. და ლოცულობთ ჯარისკაცებისთვისაც, რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებათ გამოჯამრთელება და ფეხზე დადგომა. მადლობა ყურებისთვის.